პირველებისთვის მეტი დეტალი ხდება ცნობილი იმ სამშენებლო კომპანიის შესახებ, რომლის გამოც როგორც წულუკიძის 15 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, გუშინ ძლიერი წვიმის დროს სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ. ეს ახალი კორპუსი, რომელიც სწორედ ვარკეთილში ამ ტერიტორიაზე არის აშენებული, ეკუთვნის Prime Invest ჯგუფს, რომლის მფლობელი და ხელმძღვანელიც არის ქართული ოცნების შემომწირველი ზურაბ მალაზონია. როგორც იქ მცხოვრები მოქალაქეები და ადგილობრივები აღნიშნავენ, სწორედ ამ კორპუსის ამ ტერიტორიაზე აშენების შემდგომ დაიწყო მათთვის მთავარი პრობლემები და ეს არის ბოლო 2 თვის განმავლობაში დატბორვის მეორე მცდელობა, როდესაც მოქალაქეები სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ, პირველი სართულები სრულად დაეტბორათ, გაუნადგურდათ ავეჯი და ტექნიკა. Როგორც ამბობენ წულუკიძის ქუჩის მაცხოვრებლები, იმის გამო, რომ ამ მშენებლობის წინ არსებული ჯებირები, რომელიც აქამდე წყალს აკავებდა და კომერციული ფართებისთვის ყოფილიყო შესასვლელი ტერიტორია თავისუფალი, ეს წყლის შემაჩერებელი და დამკავებელი ჯებირები სწორედ მათ გამო მოხსნეს და ამის შემდგომ უკვე წყალი ისეთი სიძლიერით ჩაედინება ამ მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებში, რომ ფაქტობრივად ყველაფერს უნადგურებს და ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ გუშინ ამ ძლიერი და უხვი ნალექის დროს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ და შესაბამისად ისინი ამბობენ იმასაც, რომ ეს არის შესაბამისად ამ სამშენებლო კომპანიის და მათი მფლობელების პასუხისმგებლობის საკითხი. ისინი კითხვებსაც სვამენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რატომ მისცეს ამ ადამიანებს უფლება, რომ ეს წყლის შემკავებელი ჯებირები სრულად მოიხსნათ და გაენადგურებინათ, მაშინ, როდესაც მოქალაქეებს ამის შესახებ არაერთი განცხადება აქვთ ამის წინააღმდეგ შეტანილი და მათ შორის არაერთი პროტესტი ჰქონდათ, თუმცა ამ ადამიანების ხმა არავინ არ მოისმინა. ინაღამ დამყუპა სუყელანი, თლიანი ოჯახები, 5 ოჯახი აქვს. არმატურაა მოგლეჯილი. ყველაფერი დააზიანა. ხრეში ალბათ 5 მანქანაა ახლა შემოტანილი აქ. მინიმუმ 5 მანქანაა შემოტანილი. 5 წუთით რო გაგრძელებულიყო, აქ კაცის შვილს ვერავინ ვერ გადაარჩენდა რა. სამაშველო მოვიდა 3 საათის მერე. 2 იმდენი წყალი მოვიდა ამ წყლის ჯებირის მოხსნის გამო. პირიქით რომ უნდა აემაღლებინათ, ამათმა პირიქით მოაგლიჯეს, რომ კომერციული ფართები გაეკეთებინათ კორპუსში. რომ იმათ ფული გაეკეთებინათ და ჩვენ, ესე იგი, მოსახლეობა ნოლად ჩაგვთვალეს, რომ ამ ხელა სახლი გიდგას თუ არა, შენ პიროვნება ხარ თუ არა, არავის არ აინტერესებს. თან გასაჩივრებული გქონდა, რომ არ უნდა მოიხსნას ეს წყლის ჯებირი, იმიტომ რომ სიცოცხლისთვის არის მნიშვნელოვანი და აგერ ფაქტიც დადგა რეალობა. დღემდე ამ წუთშიც არავინ არ მოდის და აი ძაღლად არავინ არ გვაგდებს. უბრალოდ წვიმა რო წამოვა, უკვე პანიკა ეწყებათ ყველას. არა მარტო მე, მთლიან უბანს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაიბზარა აგერ სახლები, აი უყურეთ, სულ ახალი ბზარები აქვს. ამორტიზებული გახადა მთლიანი სახლი, ძირი აღარ აქვს. კაცი ვარ და მტირი ვარ ხოლმე რომ აი ბავშვები რო აქ არიან და ბავშვებს არაფერი დაემართ. აი ეს იყო 1-20 სანტიმეტრი წყალში. ის ჯებირები რომ მოანგრიეს იქ რაც იყო ჩასმული 2008 წელს. არ მოანგრიეთ მაგის გულისთვის დაიწყო ეს წვიმის ისა. არასაკმარისი ტევადობა იმ გამტარიანობას და გადმოდის იქ და ბოლო მოსახლე ვარ და ყოველთვის ვიტბორები ჩვენ. ჯებირების გამაგრება გვინდა და ის სამანქანო გზის აწევა რომ მთელი ვაისუბნის ვარკეთილის მესამე მასივის წყალი სუჩუთა ჩამოს. ჩვენ ვისაუბრეთ თავად ზურაბ მალაზონიას, Prime Invest ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელთანაც რა თქმა უნდა გქონდა კითხვები, რატომ მისცეს მას იმის ნებართვა, რომ ეს ჯებირები მოიხსნა, მაშინ, როდესაც ეს იქ მცხოვრებ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თავად ზურაბ მალაზონია პასუხისმგებლობა შეიძლება ითქვას, რომ იხსნის და ამბობს იმას, რომ მას თბილისის მერიისგან ნებართვები ჰქონდა. ვაკართხომ Prime Invest ჯგუფის ხელმძღვანელი. თქვენს კომპანიასთან დაკავშირებით და აშენებულ კორპუსთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, რომელიც ალექსანდრე წულუკიძის 15 ნომერში გაქვთ. თქვენი კორპუსის წინ რომ ჯებირები მოეხსნათ, ამის გამო მოქალაქეებს წყალი უარდებათ საცხოვრებელ სახლებში და ამის დაიხუჩნა კიდეც გუშინ. და ამაზე თქვენ რა პასუხი გაქვთ? შეგიძლიათ მოიძიოთ ყველა ნებართვა აბსოლუტურად ჩვენი კომპანიის და შესაბამისად დაიწყოთ ყველაფერს. 3 წლის წინ ავიღეთ კორპუსის მშენებლობის ნებართვა. ნებართვის გაცემიდან ბოლომდე
შეგიძლიათ გაიქცოთ ყველაფერს, გამოიწვიოთ მერიიდან და შესაბამისად დაიწყოთ ყველა. ბატონო ზურა, ქართული ოცნების შემომწირველი რომ ბრძანდებით, ამიტომ გაქვთ ესეთი უფლებები და ამიტომ იღებთ ამ ნებართვებს. პარკეთილში ალექსანდრა წულუკიძის ქუჩა არ არის ერთადერთი, სადაც პრობლემები შექმნა უხმანალექმა და ძლიერმა წვიმამ. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ გუშინ რამდენიმე საათიანმა წვიმამ სრულად პარალიზებული აქცია მთელი ქალაქი.